Amen. Amen. მე ვფიქრობ, რომ ირას შესავალიც კარგი გაგრძელება იქნება დღევანდელი თემა. Я думаю, что Ира наступление будет хорошим в продолжении сегодняшней темы. და დღეს მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გესაუბროთ. И сегодня я хочу говорить с вами на одну очень важную тему. უბრალოდ ვიცით ეს საკითხები, მაგრამ სხვანაირად გავამახვილოთ მასზე ყურადღება. Мы знаем эти вопросы, но мы по-другому обратим на них внимание, сосредоточимся. მოდით წავიკითხოთ ეფესელთა წერილის მე-6 თავის მე-18 მუხლი. Давайте прочитаем Ефесянам 6:18. ასეთი რამ წერია ეფესელთა 6:18. Такое написано в Ефесянам 6:18. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით. Всякую молитву и прошение молитесь во всякое время духом. ყოველგვარი ლოცვით და ყოველგვარი ვედრებით. Всякой молитвою и всяким молением. თურმე არ არსებობს ერთი სახის ლოცვა. Оказывается, не существует одного вида молитвы. არ არსებობს თურმე ერთი სახის ვედრება. Или одного вида моления. არსებობს სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, სხვადასხვაგვარი ლოცვა და სხვადასხვაგვარი ვედრება. Но другими словами мы можем сказать, что разного вида молитвы и разные моления есть. ლოცვარი და ვედრება კიდევ უფრო რთული ფორმაა. Молитва — это молитва и более трудная форма или более усложненная форма моления. მაგრამ წმინდა წერილი ლაპარაკობს, რომ ეს ყოველივე სულით უნდა იყოს წარმოებული. Но Священное Писание говорит, что все это должно быть руководимо и ведомо духом. მაგრამ როდის? Но когда? მაგრამ რამდენჯერ? Но сколько раз? და დღევანდელი თემა ის ასე თქვა პატარა შესავალი არის ის, რომ აქ არის საკვანძო სიტყვა მოცემული. Но сегодняшняя тема и то вступление, здесь дано одно ключевое слово. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ. Всякую молитву и моление молитесь. როდის? Когда? როდის? Когда? ყოველ ჟამს. Во всякое время. ყოველ ჟამს. Во всякое время. იცით, ყოველი ჟამი რას ნიშნავს? Вы знаете, что значит всякое время? ჩვენ მაგალითად, როდესაც ვიღვიძებთ ძვირფასებო, К примеру, когда мы пробуждаемся утром, дорогие, ნორმალური ადამიანი საერთოდ დილით იღვიძებს. ну, нормальные люди просыпаются утром вообще-то. და როცა ვიღვიძებთ, ვამბობთ, რომ ეხლა დილა. И когда мы пробуждаемся, мы говорим, сейчас утро. და ვამბობთ, ეხლა საუზმის დრო И არის. говорим, время позавтракать. შუა დღეზე ვამბობთ, რომ სადილის დროა. А в полдень мы говорим, время пообедать. საღამოს ხანს ვამბობთ, რომ ვახშამის დროა. В вечернее время мы говорим, время поужинать. ამის 12-ის მერე ჭამარ შეიძლება Нельзя იზრდება. после 12 кушать. ანუ ძვირფასებო, იმის თქმა მინდა, Но я хочу сказать то, дорогие, რომ მთელი დღის განმავლობაში დღეც კი დაყოფილი არის ჟამებად. что даже день, он поделен на времена. ჟამი ნიშნავს პერიოდს. А времена — это значит период. ეს იმას ნიშნავს ძვირფასებო, რომ ჩვენს ცხოვრებაში არის რაღაცა პერიოდები. И это значит, что в нашей жизни есть какие-то периоды. სხვადასხვა სახის პერიოდები. Различного вида периоды. მაგალითად, ძვირფასებო, სამყაროში არსებობს 4 სეზონი. К примеру, в мире существует 4 сезона. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. Весна, осень, лето, зима. და იმის და მიხედვით, თუ რა სეზონში ვცხოვრობთ, И в соответствии с тем, в каком сезоне мы живем, იმ სეზონის შესაბამისად ვიმოსებით და ვმოქმედებით. соответственно, этому сезону мы одеваемся и действуем. გაზაფხულზე მაგალითად ხან თბილად გვაცვია, ხან თხლად გვაცვია. Весной то мы очень тепло одеты, то слишком легко. მაგრამ ზაფხულის პერიოდში მე მგონი პალტოთი და ქურთუკით არავინ არ დავდივართ. Но ведь летом, я думаю, никто в пальто и в куртках не ходит. ზამთარში მოკლე მკლავიანებით არ დავდივართ. И зимой мы не ходим с короткими ანუ рукавами. იმის და მიხედვით, თუ რა სეზონი დგას, შესაბამისად ვიმოსებით. Соответственно, сезону мы одеваемся. ეს იმას ნიშნავს, ვიფასებო, რომ ჩვენ ცხოვრებაში ზოგჯერ არის გარკვეული ჟამები, გარკვეული პერიოდები, გარკვეული სეზონები. И это значит, что в нашей жизни также есть определенные времена, периоды и сезоны. ანუ ეს იმას ნიშნავს, ვიფასებო, რომ ზოგჯერ სხვადასხვა შინაარსის თითქოს ერთი თვეო, წეგან ირა ამბობდა, ერთი თვე რაღაცა სპეციალურ დროს გადიოდა. И это значит, что какой-то период, и до этого Ира говорила, что 1 месяц она проходила какой-то специфический период. და პავლე მოცხული ამბობს, როდესაც აი ესეთი პერიოდები იქნება, И апостол Павел говорит, когда будут подобные периоды, აი ამ დროს შესაბამისი ლოცვით და შესაბამისი ვედრებით უნდა ილოცო. в эти времена нужно соответственными молитвами и молениями молиться. იცით, ეკლესიასე წიგნი ლაპარაკობს. Вы знаете, книга Экклесиаста говорит, მესამე თავის პირველი მუხლიდან და ვფიქრობ, რომ ეს მუხლები ყველა მიცით. в 3 главе с 1 стиха, я думаю, все мы знаем эти стихи. ყოველივეს დადგენილი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ამცის ქვეშ. Всему свое время и время всякой вещи под небом. ყოველივეს თავისი დრო აქვს. Всему свое время.
ზაფხულში ვინმე თესავს კარტოფილს. Ну, кто-то летом сеет картошку. თუ ზაფხულში დათესავ კარტოფილს, ვერაფერს ვერ მოიმკი. Если посеешь, ничего не пожнешь. ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო ჟამი. У всего есть свои времена и сроки. თუ ზამთარში გახვალ მოსამკელად, უკვე მკის პერიოდმა ჩაიარა. Если ты зимой пойдешь жать, чтобы пожать что-то, но ведь время жатвы ანუ прошло. უკუღმა არ უმუშაობთ, ყველა დროს თავისი ანუ ყველა მოქმედებას თავისი სპეციფიური დრო გააჩნია. Это не может работать наоборот, и у каждого действия есть свое специфическое время. მესამე თავის მეორე მუხში წერია ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა, ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისაო. Во втором стихе время рождаться и время умирать, время насаждать и время вырывать посаженное. პასპორტებში ყველას გვიწერია კიდევ კაი მხოლოდ დაბადების დღე და რიცხვი. В паспортах хорошо, что у нас у всех написана только дата рождения. კიდევ კაი სიკვდილის ჟამი არ წერია. Там не написана дата смерти. ამენ. ბიბლია ამბობს, რომ დარგვის ჟამიც არსებობს და დარგულის აღმოფხრისა. Библия говорит, что время насаждать и время вырывать посаженное. არსებობს ერთწლიანი კულტურები. Есть культуры такие годовые, год. კიტრი, პამიდორი და ასე შემდეგ. Помидоры, огурцы. ნუ დარგავ ამ პამიდორს და მოისხავს, რა ვიცი, 5 კილოს. И когда ты посадишь, и раз там 5 кило მას урожая, რაც შეეძლო უკვე თავისი ნაყოფი მოქცა и то, что могла эта культура, она принесла და свой როცა плод. დაკრებ, И когда ты соберешь, არც ერთი მიწის მოვლელი არ მიდის და კიდე არ წყავს იმ პამიდორს. потом уже ни один земледелец или тот, кто ухаживает за რატო этим, არ წყავს? не идет и не поливает. იმიტომ რომ იცის რომ მამს ხმოიარობის ჟამი უკვე А დაასრულა. почему не поливает? Потому что знает, что все, იმიტომ уже რომ время იცის რომ დადგა закончено. დრო მისი Нужно აღმოფხვის. вырвать это. ანუ დამთავრდა მისი სეზონი. То есть сезон закончился. იცით ძვირფასებო ჩვენ ცხოვრებაშიც არის სეზონები, რაღაც პერიოდები, როდესაც რაღაცა საქმით ხარ დაკავებული И вы знаете, точно так же в нашей жизни есть какие-то сезонные периоды, когда ты занят каким-то делом, და მას მოავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენ ცხოვრებაში и ნაყოფები. в течение определенного времени это приносит плоды в твоей жизни. მაგრამ გადის დრო, როდესაც ეს ამორტიზირებული ხდება და უკვე აზრი არ აქვს, ის მოდიდან გავიდა. Но затем приходит время завершения, и нет уже смысла. Оно пришло и ушло. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდგომში ღმერთმა ახალი ეტაპი უნდა მოიტანოს შენ Это ცხოვრებაში. значит, что Бог впоследствии хочет новый этап принести в твою ახალი жизнь. სეზონი დაგიდგება. И наступит новый сезон. სიახლის ჟამი დადგება. Новизны, новое время наступит. დღეს მინდოდა მეთქვა, რომ მოდი გადავშალოთ ბიბლიები. Сегодня я хотела сказать, давайте откроем Библии. მაგრამ უფრო უპრიანი იქნება თუ ვიტყვით, მოდი ჩართეთ ბიბლიები. Но сегодня будет актуальнее сказать, включите Библии. ვინმეს გააქვთ აქ გადასაშელი ბიბლია? აი, ოჩაღი გოგო. Вот Библия. Книга, которую ძირითადად держит в უნდა руках. ჩართო, ღილაკი დააჭირო, სხვა სეზონი В მოვიდა. основном нам нужно включить Библии. Пришел другой сезон. Это другой ჯიფასებო, период. ბიბლია ამბობს, რომ ყველაფერს ამცის ქვეშეთში თავისი დრო და ჟამი აქვს. И, дорогие, Библия говорит, что у всего под этим небом есть свои времена и сроки. მაგალითად, მერვე მუხში წერია ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა, ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისაო. К примеру, в 8 стихе сказано время любить и время ненавидеть, время войне и время миру. დღეს ამ საკითხს ბევრჯერ შევეხებით სხვათა შორის. И сегодня мы, между прочим, мы много раз этого რომ касаемся. ზოგჯერ этого ჯიფასებო вопроса. ომის ჟამია ჩვენ ცხოვრებაში, ბრძოლა მიდის. Что есть эти времена войны, битва идет в нашей მაგრამ жизни. ზოგჯერ არის რომ არ არის შენ ცხოვრებაში ომი, მშვიდობის ხანა დაგიდგა. А порой нет этой битвы и войны, и наступило время покоя, გადახედეთ თქვენ мира. ცხოვრებას. Просто пересмотрите вашу жизнь. ზოგს აქამდე ქონდათ მშვიდობა და ეხლა ომში ხართ? У кого-то до этого был этот мир, а сейчас вы в битве, в ზოგს войне. აქამდე ქონდათ ომი და ეხლა მშვიდობის ხანა У გიდგას. кого-то до этого были битвы, войны, а сейчас мир. მაგრამ покой. როგორ მოიქეცითო პავლე? Но что говорит Павел, как вы поступаете? ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს ომი იქნება თუ მშვიდობა. Всякую молитву и моление молитесь во всякое время, либо войны, либо мира. ანუ პავლე მოციქული ამბობს რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ჟამი დგას, უბრალოდ იმ ჟამის შესაბამისად შენ ყოველთვის გჭირდება ლოცვითი ცხოვრება. Апостол Павел говорит, не имеет значения, какое время у тебя наступило, тебе всегда соответственно этому времени нужно молиться. დღევანდელ ჩემ ხადაგებას ქვია ლოცვით მართული ცხოვრება. Сегодняшняя моя проповедь называется «Жизнь, ლოცვით руководимая молитвой». მართული ცხოვრება. Жизнь, управляемая молитвой. იცით, ძვირფასებო, მინდა დავსვა კითხვა და თითოეულ ჩვენთაგანმა დაუსვა საკუთარ თავს ეს კითხვა. Сегодня я хочу задать вопрос, и хочу, чтобы каждый себе задал этот вопрос. რა ჟამი, რა ხანა, რა პერიოდი, რა სეზონში იმყოფები ახლა? В каком периоде, в каком времени, в каком сезоне ты сейчас находишься?
ზოგჯერ არ ვფიქრობთ ხოლმე, მოდი გულწრფელები ვიყოთ, საერთოდ რა სეზონი დგას ჩემ ცხოვრებაში. Давайте будем сегодня искренны, ведь порой мы не задумываемся, какой сезон сейчас стоит. გაზაფხულის ხანა გუშინ ერთი მეუბნებოდა რა ძალიან ახალგაზრდურად გამოიყურებიო და მეთქი ვიფურჩქნები, ვყავდები მეთქი. Летнее время. Вчера один говорит, как ты слишком так по-молодежному, такое молодо выглядишь. Да, я цвету. იცი რა სეზონი დგას შენ ცხოვრებაში? Какой сезон стоит в твоей жизни? გაზაფხულია, ზაფხულია, შემოდგომა, ნაყოფიერობის ჟამი დგას. Время плоды приносить. თუ რაღაც ცივზამთარს გადიხარ. Или холодную зиму проходишь. რა გამოწვევის წინაშე დგეხარ დღევანდელ დღეს? Перед какими вызовами ты сегодня стоишь? იცით, დილით რო ვდგებით ხოლმე, ალბათ, თუ ტელეფონში არ ნახულობ, გარე მაინც გამოიხედავ და ამინც აკვირდები, რომ ამინდის შესაბამისად ჩაიცვა, ხო სწორი არის? Когда утром ты просыпаешься, наверное, ну если не в телефоне, то ты выглядываешь, ты смотришь, какая погода, чтобы соответственно одеться. კიდევ კაი, ამაზე სიბრძნე მაიცკმარა, რომ სხვანაირად ჩაცმულები არ გამოვდივართ, არ გავცივდეთ. Ну хорошо же, что нам в этом мудрости хватает, чтобы соответственно не одеться и, к примеру, не простыть. მაგრამ ნახეთ ლუკას სახარებაში იესომ რა თქვა? Но посмотрите, что сказал Иисус в Евангелии от Луки. ლუკას სახარება მე-12 თავი 54-დან 56 მუხლების ჩათვლით. 12 глава 44 по 46 стих включите. და ხალხსაც უთხრა, როცა დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე იტყვითო, იწვიმებსო და ასეც ხდება. ხოლო როცა სამხრეთის ქარი დაუბერავს, იტყვით დაცხებაო და ხდება. თუ არ მაქცნო. ცისა და მიწისპირის გამოსნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათო. С 54 по 56 стих. Сказал же и народу, когда вы видите облако, поднимающееся с запада, тотчас говорите, дождь будет, и бывает так. И когда дует южный ветер, говорите, зной будет, и бывает. Лицемеры, лицо земли и неба распознавать умеете. Как же времени сего не узнаете? სამყარო ძვირფასებო მოწყობილია მიზეზ შედეგობრიობის კანონზე. Итак, дорогие, мир, он устроен на законе причины თუ следствия. მე ვიცი გამომწვევი მიზეზი, შემიძლია პროგნოზი დავდო შედეგისა. Если я знаю вызывающую причину, то я могу поставить прогноз следствия. რამდენი ხარ დარწმუნებული, რომ მე ახლა ამ ბოთლს ხელი რომ გაუშვა, ის დავარდება ქვევით? Сколько из вас уверены в том, что если я отпущу эту бутылку, она упадет? კარგი, ეჭვის გეპარებათ. А кто сомневается в этом? აი ხელი არავის არ აგიწევიათ. Никто из вас не поднял руки. მე შემიძლია 100%-იანი პროგნოზი დავდო, რომ რო გაუშვებ ხელს, ის აუცილებლად ჩამოვარდება. Я могу дать 100% прогноз, если я выпущу эту бутылку. იმიტომ რომ из ჩვენ руки. ვიცით, რომ არსებობს დედამიწაზე მიზიდულობის კანონი და ის იწევს ვარდნას. Она упадет, ибо мы знаем, что существует закон притяжения, который вызывает это და падение. დედამიწაზე რომ არ იყოს მიზიდულობის კანონი, ყველანი გაუფრინდებოდი дедамიწაზე, ვერავინ ვერ გავჩერდებოდი. О, если бы не было этого закона притяжения, все бы мы взлетели и... აი ეს მიზიდულობის კანონია, რის გამო ჩვენ მიწეპებული ვართ მიწაზე და мიწაზე ამიტომ დავდივართ. Вот этот закон притяжения, по которому мы приземлены к земле. იცით, თუ დავაკვირდებით მიწიურ კანონებს, ვიფასებოთ, თუ დავაკვირდებით, რომ დასავლეთიდან ღრუბელი მოდის, თუ დავაკვირდებით, რომ სამხრეთიდან ცხელი ქარი მოდის, ჩვენ ამინდის პროგნოზირება შეგვიძლია რა იქნება. Если мы будем наблюдать за этими земными законами, да, наблюдая, с какой стороны идет ветер или с какой стороны поднимается облако, с запада или с севера, то мы можем и დღეს прогнозировать. ტექნოლოგია ისეა განვითარებული 25 დღის პროგნოზიც კი შეუძლია რომ მოგცეს. Сегодняшние технологии дают нам возможность прогнозировать на 25 дней вперед. და ესოც ეუბნება, ნახეთ, თქვენ ისე გაქვთ დამუღამებული ამინდის პროგნოზების გამოცნობა, მაგრამ ყველაზე მთავარი, თქვენი მონახულების ჟამი ღმერთისაგან ვერ ამოიცანითო. И Иисус говорит, вы такие спец по прогнозам погоды, но времени посещения Богом ваше ძალიან не знаете. მნიშვნელოვანია ძვირფასებო, რომ ჩვენ სულიერ ცხოვრებასაც ისეთივე ყურადღება მივახციოთ, როგორც გარემო პირობების ამოცნობას. Так важно обращать наше внимание на нашу духовную жизнь так же, как мы обращаем внимание на внешнее. რა დრო, რა სეზონი დგას დღევანდელ დღეს შენ ცხოვრებაში? Какое время, какой сезон на сегодняшний день моей жизни? მე ძალიან მომწონს პირველი ნეშტას წიგნში მე-12 თავის 22 მუხში რაც წერია. Мне очень нравится первое Паралипоменон 12:32, то, что там პირველი ნეშტა написано. 12:32 ასეთ ამეს ამბობს. И говорит это следующее. ისაგარის ძეთაგან 200 მეთაური იყო, რომელსაც დრო ჟამთა განსაზღვრა შეეძლო და უწყოდნენ თუ რა უნდა ექნა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით მოქმედებდაო. Из сынов Исахаровых пришли люди разумные, которые знали, что, когда надлежало делать Израилю. Их было 200 главных, и все братья их следовали слову их.
იცით ძალიან მნიშვნელოვანი არის ძვირფასებო, როცა შენ იცი შენ ცხოვრების ამა და ამ დროს, ამა და ამ ჟამს, ამა და ამ პერიოდში რა დროს რა უნდა გააკეთო. Это очень важно, когда ты знаешь, что ты должен делать, в какой период, сезон и время своей жизни. და აი ამ თემში ძვირფასებო 200 კაცი იყო, ვინც ზუსტად იცოდა ისრაელის ცხოვრებაში რა ჟამი იდგა. И было 200 человек среди них, которые точно знали, какое время. და იყო ჭკვიანი ხალხი, ვინც არ იცოდა მათ ცხოვრებაში რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აი ამ ისაქარის ძეებს 200 კაცს უსმენდა. И были разумные люди, которые не знали, что в какое время делать, но они слушали этих 200 сынов Исахаровых. იცი თუ შენ არ იცი შენ ცხოვრებაში რა ჟამი დგას, სიბრძნე არის, გონიერება არის, რომ მიხვიდე შენ გვერდში მყოფ დასთან, ძმასთან, სულიერ ლიდერთან და დაეკითხო, ხომ არ იცი რა ჟამში ვცხოვრობთ ახლა? И если ты не знаешь, какое время и сезон в твоей жизни, то это мудрость обратиться к твоим духовным братьям и сестрам и спросить их, а не знаешь ли ты, не подскажешь ли ты, что это за сезон в моей жизни? იცი ზოგჯერ შეიძლება სეზონს მივაქციოთ ყურადღება, რომ რაღაცა სეზონში გავდივართ ჩვენ. Порой мы можем обратить внимание на сам сезон, что мы проходим какой-то сезон. მაგრამ იცით რომ თქვენ შეგწევთ უნარი სეზონის ცვლილებისაც. А знаете ли вы, что вы обладаете способностью изменить сезон? ორ მაგალითს მოგიყვანთ. Я вам приведу два примера. ესთერის წიგნი მე-4 თავის მე-14 მუხლი. Книга Есфири 4:14. ისრაელის ისტორიაში დადგა ჟამი, გამოსცეს კანონი, რომლის მიხედვითაც ყოველი ისრაელიანი, ანუ ებრაელი უნდა მოეხოცათ. Вот наступило время в жизни Израиля, в которое был издан закон о погублении каждого еврея. და მარდოქაიმ როცა შეიტყო ეს ინფორმაცია, მან ესთერს, რომელიც დედოფალი იყო, იმ დროს შეუთვალა და ასეთი რაღაცა გაუგზავნა. И когда Мордехай узнал эту информацию, то Есфири, которая была на то время царицей, послал следующее сказать. და ესთერს ეუბნება, ნუ იფიქრე, რომ შენ დედოფალი ხარ და სასახლეში ცხოვრობ და ეს კანონი შენ არ შეგეხება. И говори, ты не думай, что вот ты сейчас царица, ты живешь во дворце, и этот закон тебя не затронет. ის რომ შენ პრივილეგირებული ხარ, თითქოს დაცულ ტერიტორიაზე ხარ, თითქოს ფინანსურად უზრუნველყოფილი ხარ, ნუ გეგონება, რომ ეს კანონი შენ არ შეგეხება. То, что ты привилегирована на защищенной территории, финансово обеспечена, не думай, что этот закон тебя не და ნახეთ коснется. მე-14 მუხლი ეუბნება. И смотри, 14 стих. რადა თუ დადუმდები ასეთ დროს, ანუ ასეთ ჟამს, ასეთ პერიოდს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის. შენ და მამაშენი სახლი კი დაიღუპებით, ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას, მას უნდა ეშვამდგოლა და უნდა ელოცაო. Если ты промолчишь в это время, то свобода избавления придет для иудеев из другого места, а ты и дом отца твоего погибнете. И кто знает, не для такого ли времени ты и достигла достоинства царского. იქნებ ამ ჟამისთვის მოგიწოდა ღმერთი. Может быть, к этому времени Бог тебя призвал. რა ჟამი იყო? И что это было за время? განადგურების ჟამი იყო. А это было время уничтожения. მაგრამ იქნებ შენ მოგიწოდა სწორედ აი ამ ჟამის, აი ამ გამოწვევის შესაცვლელად. Но, может быть, Бог именно тебя призвал для того, чтобы это время уничтожения изменить. არის ძვირფასებო ჟამი, როდესაც შენ მოგიწევს მის შვაგულში ამ ცეცხლში გავლა. Есть времена, когда тебе придется пройти посреди них, прямо посреди этого огня. როგორც მოსემ გამოიყვანა ძვირფასებო ისრაელი და მოუწია გაეყო ეს ზღვა და მის შვაგულში გასულიყო. Как Моисей, вывев Израиля, и вот они предстали пред морем, которое надлежало разделить и пройти посреди моря. მაგრამ არის ჟამი, როდესაც შენ კი არ უნდა გაექცე, არამედ საერთოდ უნდა შეცვალო კიდეც ეს ჟამი. Но есть времена, когда ты должен вообще изменить эти времена. მე სულ ყოველთვის ვამბობ ძვირფასებო, რომ საქართველოს ბედი არ წყდება მთავრობაში. Я всегда говорю, что судьба Грузии не решается в правительстве. საქართველოს ბედი აი აქ წყდება. Судьба вот Грузии вот здесь. კიდე ერთი решается. მაგალითი მოგიყვანოთ. Хотите, я вам очень сильный пример რამდენი приведу? ვზივა, თითქმის სავსეა, ხო, დარბაზი? Сколько нас здесь сидит? Ну, почти полный зал. ანუ ძვირფასებო, ნახეთ ერთმა კაცმა, რომელიცაც ელია ერქვა, Смотрите, один человек по имени Илья. და ბიბლია ამბობს, რომ ჩვენი მსგავსი იყო, ძალიან განსაკუთრებული არ ყოფილა. И Библия говорит, это был человек подобный нам, он не был слишком особенным. ერთი ლოცვით ილოცა და დაკეტაო ცა ისრაელის თავზე. Он помолился одной молитвой и затворил небеса над головой ჯონ Израиля. ნოქსზე ლაპარაკი არის ძვირფასებო, რომ შოტლანდიის დედოფალს ძალიან ეშინოდაო ამ ერთი კაცის ლოცვის, ვიდრე ინგლისის მთელი არმიისო. Говорилось, что королева Шотландии
Ирландии, она боялась одной молитвы этого человека, чем целой армии. იმიტომ ძვირფასებო რომ მას შეეძლო ამ ლოცვით მთელი ცვლილებების გამოწვევა ქვეყნის მასშტაბით. Потому что он этой молитвой мог вызвать целое пробуждение. ძვირფასებო, масштабом. ჩვენ შეიძლება გავიაროთ ცეცხლში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ცეცხლი ავიღოთ და გადავდგათ. Дорогие, мы можем пройти огонь, а мы можем также взять и отложить этот огонь. იესო ამბობს ძვირფასებო, გქონდეთ ღმერთის მსგავსი რწმენა. Иисус говорит, имейте веру Божью. იესოს არ უთქვა, როცა მთას დაინახავთ თქვენს წინაშე მდგომს. Иисус не говорил, когда вы увидите гору, стоящую перед вами, წერე შემოუარეთ. обойдите кругом. არ უთქვა მას მთის წვერზე ადით და И не გადაიარეთ. сказал на высоту поднимитесь. არ უთქვა მას ტუნელი გამოთხარეთ და И не მასში сказал გაიარეთ. туннель проройте и пройдите. მან თქვა აწიეთ და ზღვაში გადააგდეთ. Он сказал, поднимите и вергните в море. ხვდებით რა ძალაუფლების მატარებლები ხართ. Вы понимаете, носителями какой власти ხვდებით вы თქვენს წმენას являетесь. რა შეუძლია. Вы понимаете, что может ваша ასე რომ вера. მოდი მარტო სეზონის ნუ შეგვეშინდება, ჩვენ ვიცოდეთ რომ ჩვენ შეგვიძლია სეზონიც კი წავანაცვლოთ. Поэтому не будем пугаться сезонов, а будем еще знать, что мы можем სეზონი ჩავანაცვლოთ. заменять сезоны, менять სხვა сезоны. გარემო და სხვა მდგომარეობა გამოვიწვიოთ. Мы можем вызывать и призывать другие обстоятельства ამენ. и обстановку. Аминь. ერთ ადგილს ავიკითხავ კიდევ ეკლესიასზე წიგნი მერვე თავის მეხუთე მუხლი. Екклесиаст 8.5, прочитаю еще один текст. მისი ბრძანების დამცველს ბოროტება არ შეხვდებაო, ჟამი ციცის და სწორის ქცევაცო ბრძენკაცის გულმა. Соблюдающий заповедь не испытает никакого зла. Сердце мудрого знает и время, и устав. ბრძენმა იცის დროც, დადგენილებაც, წესიც, ამა თუ იმ ჟამს როგორ უნდა იმოქმედოს. Мудрый знает и время, и устав, как двигаться, как действовать в то или иное время. ესთერის ჟამიც დადგა ძვირფასებო და მას შეეძლო მნიშვნელოვანი როლის თამაში ისრაელის ცხოვრებაში. В жизни Есфири тоже наступило это время, когда она смогла сыграть важную роль в жизни და Израиля. თქვენ წაკითხulis გაგ დამასირებზე მოისმინეთ კიდეც სიტყვა. И вы читали, и до этого слышали слово также. როგორ შეცვალა ღმერთმა ის მარცხი, რაც ემუქრებოდა ისრაელს გამარჯვებით. Как Бог заменил поражение, угрожающее Израилю, на победу. იმიტომ რომ მან დაინახა თავისი მოწოდება, მან დაინახა თავისი ადგილი, მან დაინახა თავისი როლი და მან ეს სეზონი შეცვალა. Она увидела свое призвание, свою роль и свое место и изменила этот сезон. რა დრო ჟამი დგას შენ ცხოვრებაში? Какое время и сезон стоят в твоей რისთვის жизни? მოგიწოდა ღმერთმა? К чему Бог тебя იქნებ ამ призвал? ჟამისთვის მოგიწოდა А может быть, ღმერთმა. к этому времени Он тебя იქნებ ამ призвал? მსახურებისთვის А მოგიწოდა может быть, к ღმერთმა. этому служению Он тебя იქნებ უნდა призвал? გაიარო ეს განსასწრებელი, რომ გამარჯვებული გამოხვიდე და შემდგომ სხვებს А ანუგეშო. возможно, тебе должно пройти через эти испытания, выйти победоносно и утешать других. ამენ. Аминь. კი ძნელია, კი რთულია. Да, это трудно и это сложно. ქადაგება ძალიან მარტივია. Проповедовать очень легко. მაგრამ როცა აი ამ შავეთის ველზე გადიხარ, Но проходя по этой долине როცა აი ამ телесной გრძნობებში мрака, ხარ, когда ты переживаешь эти როცა აი чувства, ამ ფიქრებში ხარ, когда ты в этих როცა აი мыслях, ამ ბრძოლებში ხარ, когда ты в этих битвах, აბა მაშინ ჩაიხედი ადამიანის გონებაში რა ხდება? вот тогда загляни в разум человека, что რას там происходит. განიცდის? Что он რა переживает, წნეხის под ქვეშაა? каким он давлением. ის ჯერ ტუნელში მიდის და სინათლის ბოლოს ვერ ხედავს, ჯერ ამ ბოლოს Он არ все еще ჩანს. проходит этот туннель, не видя в конце его მაგრამ როცა света. გაივლის, Но когда пройдет, როცა ამ ტკივილს но გადალახავს, когда эту боль იმხელა преодолеет, გამოცდილებას იღებს. он получает такой მან опыт. იცის, Он რომ знает, სხვა მსგავსი ტუნელი რო შეხვდეს, что когда другой მის столкнется ბოლოში ყოველთვის სინათლე с таким იქნება. туннелем, он ему скажет, что в конце всегда свет. ამენ. Аминь. დამსხვრეულობის პერიოდი. Период сокрушения. საქმე მოციქულთა წიგნი მესამე თავი 19 და 20 მუხლები ამბობს. Деяния 3, 19, 20 говорит. მას მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხორცოს თქვენი ცოდვები, რათა დადგეს განახლების დღეები უფლის თანდასწრებიდან და მოგივლინოთ მალ იესო ქრისტე თქვენთვის წინასწარ დადგენილიო. Итак, покайтесь и обратитесь, чтобы загладились грехи ваши. Да придут времена отрады от лица Господа, и да пошлет Он предназначенного вам Иисуса Христа. მას მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხორცოს თქვენი ცოდვები. Покайтесь и обратитесь, чтобы изглажены были და грехи როცა ეს ваши. მოხდება, მხოლოდ ამის შემდგომ დადგებაო თქვენს ცხოვრებაში განახლების დღეები უფლისპირისაგან. И когда это произойдет, только тогда времена отрады и обновления наступят в вашей жизни. იცით, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ძვირფასებო წმინდა ცხოვრებისთვის. Вы знаете, мы призваны к святой жизни. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ წმინდანებს ვესაუბრები. И я убежден, что я говорю здесь со святыми. მაგრამ გამოცხადების წიგნი ლაპარაკობს და წმინდანი კვლავაც იწმინდებოდეს, კვლავაც წმინდანობდეს. Но книга Откровения говорит, святой да освящается еще. მიუხედავად იმისა, რომ მიძღვნილები ვართ ძვირფასებო უფლისადმი, Несмотря на то, что мы посвящены Господу, ზოგჯერ მოდი გულსფელები ვიყოთ, მაინც რაღაც გვეშლება. давайте
Будьте бы мы искренны, что порой мы в чем-то ошибаемся. სადღაცაც მაინც ვцოდავთ. Мы же где-то все равно грешим. სადღაცაც მაინც წავფორთხიალდებით. Мы же где-то как-то спотыкаемся. ასეა თუ მარტო მე ვარ ესეთ. Это так или только я так? ანუ ძვირფასებო ზოგჯერ შეცდომებს უშვებ ცხოვრებაში. ნუ არ მინდა ვთქვა რომ ნორმალურია, მაგრამ ასე არის. Дорогие, порой мы ошибаемся, мы допускаем ошибки. Я не хочу сказать, что это нормально, но это так. იცით, ამ დროს ზოგჯერ ჟავრდადებაში ვარ, რაღაცა დამსხვრეულები ვარ, რაღაცა შინაგანად არ ვართ განთავისუფლებულები. И в это время мы как-то, знаешь, мы разбиты, мы под осуждением, у нас чувство вины, мы... და ზოგჯერ აი ჟავრდადების ქვეშ დავდივარ და თითქოს საკუთარ თავსაც ვერ ვპატიობთ, რომ ეს როგორ შეგვეშალა. И мы как бы ходим под тяжестью вины, не прощая самих себя. Как ეს же я в ნაბიჯი этом როგორ გადავდგით? так провинился, как я мог сделать этот шаг? არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენ ცხოვრებაში, რომ წოდვამ დაგვანგრიოს, დაგვამსხვრიოს, გაგვანადგუროს. Мы не должны давать возможности, дорогие, греху разбивать и уничтожать нашу жизнь. პირველი იოანეს მეორე თავის პირველი ორი მუხლი ამბობს, რომ ბიჭებო, დებო, ძმებო, მეგობრებო, დედებო, მამებო, თუ ვინმემ შესწოდეთ, იცოდეთ, რომ გყავთ შრომდგომელი უფალი იესო ქრისტე. 1 Иоанна 2:1-2. Обращаясь ко всем братьям, сестрам, дедушке, бабушке, мамы, отцы, как только согрешили, сразу же знайте, что есть у нас ходатай. ჩვენ დასაწყისში დავიწყეთ, რომ ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს და ერთ-ერთი ასეთი ჟამი, სწორედ ეს დამსხვრეულობის ჟამი Мы არის. сначала начали, что во всякое время молясь всякую молитву и молением, и вот в это время, когда нужно сокрушаться. და როგორც წერია საკმაოდ კულტაციაში მოინანიეთ და И მოიქეცით. как написано, покайтесь и обратитесь к книге Деяния. მოინანიეთ და მოიქეცით. Покайтесь и обратитесь. იცით რატომ არ იცვლება ხოლმე ადამიანთა ცხოვრება? Вы знаете, почему порой не меняется жизнь человека? ზოგჯერ მხოლოდ მონანიება ვფიქრობთ, რომ კამარა ხოლმე. Порой вы думаете, что только покаяния достаточно. მონანიება დასაწყისია, რომელსაც მოქცევაც უნდა მოყვეს. Но покаяние это начало, за которым должно следовать მონანიება обращение. წრებლები არ არის, ძვირფასებო, ეს სინანული არის. Покаяние это не просто слезы, зачастую это сожаление. მონანიება ეს არის აზროვნების შეცვლა, შეხედულების, დამოკიდებულების, ფასეულობის ცვლილება Но არის. покаяние это изменение мировоззрения, ценностей, отношения, это обращение. როცა მეკითხებიან ხოლმე ძვირფასებო, როგორ გახდიო წონა რო დავიკელი? Когда меня порой спрашивают, а как ты похудел? პასუხი იცით რა არის? Как ты сбросил эти ტვინი килограммы? შევიცვალე მეთქი. Расчесывали? ტვინი. Ответ такой, я изменил свой мозг. აზროვნება შევიცვალე. Я изменил свое ყბებით და мышление. ფიზიკური ვარჯიშით კი არ იცვლება ძვირფასებო, აზროვნების ცვლილებით იწყება ყველაფერი. Дело не в физических упражнениях и диетах и пище. ანუ Дело в სულიერად изменении რომ თქვა, мышления. მოვინანიე. Или духовно сказать, я покаялся. აზროვნება И შევიცვალე. я изменил мышление. მაგრამ მარტო ეს არ კმარა, თუ არ მოიქეცი. Но этого еще недостаточно, если ты не обратишься. თუ კვება არ შეცვალე. თუ ცხოვრების წესი არ Если ты შეცვალე. образ жизни не თუ изменишь. ცოდავდი, Если ты грешишь, აზროვნება შეიცვალე измени мышление. და მოიქეცი. И обратись. სხვაგვარად დაიწყე ცხოვრება. По-другому начни жить. გათვალე რომ მსგავს სიტუაციაში სხვანაირად იმოქმედე. Ты просто посмотри, что в подобной же ситуации ты будешь, კომპრომისებზე არ წახვალ. что ты будешь действовать по-другому. ისწავლი უარის თქმას, არა შენი ცხოვრების ნაწილი გახდება. Ты не пойдешь на компромиссы, ты научишься говорить нет, и это станет частью твоей ასე რომ жизни. ამ დროსაც ლოცვა არის И საჭირო. поэтому в это время необходимо ვედრება молитва. არის საჭირო. Необходимо моление. მონანიება არის საჭირო. Необходимо покаяние. პატიება არის საჭირო. Необходимо прощение. შერიგება არის საჭირო. Необходимо примирение. იცით რატომ არის ზოგჯერ ადამიანი დაავადებული? Вы знаете, почему человек порой იაკობი ამბობს, Иаков говорит, აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე. исповедуйте грехи друг при друга. მე წმინდა აღსარების შესახებ არ ვლაპარაკობ ეხლა. Я сейчас не говорю об этом святом წახვიდე исповедании. ეხლა გდელთან და დაიწყო რა შევწოდე და რაღაცა რო Пошел к გამოგჩეს არ მიდიხარ. священнику и начинаешь это согрешил. აქ ლაპარაკია, როდესაც შენს დასთან, შენს ძმასთან შესწოდე და იცი რომ დაარღვიე. Это когда ты согрешил против брата, сестры, знаешь, что ты და нарушил. ამით ეშმაკს კარები გაეხსნა, რომ შენს ჯანმრთელობას დარტყმა მიაყენოს. И этим открылась дверь дьяволу ударить по твоему здоровью. და იცი რომ ეს არის გამომწვევი И მიზეზი. ты знаешь, что именно это причина მიდი вызывающая. წმინდა წერილი გეუბნება, აღიარეთ ცოდვა. То Святое Писание говорит, исповедуйтесь. გაინთავისუფლე გული. Исповедуйтесь в грехах и თუ освобождайте მოვა свои და сердца. ძმა და პატიებას გთხოვს, И если придет брат и ეს
сестра, и მოგიყვანა попросит თუ არა прощения. ღმერთმა? Ага, да, привел тебя ხო наконец-то. ვიცოდი რომ მართალი Бог, ვიყავი. я же знал, что я был прав. მე ძალიან ხშირად ადამიანებთან ურთიერთობაში ვამბობ ხოლმე ასეთ И რამეს. очень часто в отношении с такими я говорю следующее. ვიცი რომ მართალი ვარ და სწორ დიაგნოზს სვავ, Я знаю, что правый, ставлю правильный диагноз, მაგრამ როგორ მინდა რომ ვწდებოდი? но как я хочу в этом ошибаться? არ მინდა რომ მე მართალი Я ვიყო. не хочу в этом быть მე правым. მინდა რომ ვწდებოდე Я ჩემს хочу დიაგნოზში. ошибаться в этом моем და თუ диагнозе. ადამიანი მოდის, მას წიგს არ ვაჭერ. И если человек приходит, я не давлю на Ხო него, ვთქვი. не придавливаю. Я же სულ ამას сказал, ვიძახოდი. я же все время ხო это გამართა говорил. ჩემი Вот სიტყვები. оправдались же мои ხო მართალი слова. ვიყავი. Я же был прав. გადადე შენი Вот სიმართლე. эту свою правду отложи в დაავსე сторону. შენი гуლის სიყვარულით И და პატიების наполни свое გზნობით сердце любовью, силой და იყავი прощения. მიმტევებელი. И будь აი ამ прощающим. დროს როცა ილოცებ, თუ აქაც ლოცვაზია И в ლაპარაკი. это время, когда ты помолишься, здесь тоже Ган идет речь курнавсо о ღმერთი და молитве. Бог ფეხზე исцелит и წამოგაყენებს. поднимет тебя на ноги. ამენ. Амен. მეორე ძვირფასებო ეს არის Второе, ბრძოლისა და განსასწრების ჟამი. это время битв и испытаний. ეს არის ბრძოლის და განსასწრების ჟამი. Это время битвы и испытаний. იოანეს სახარება მე-12 თავის 23 და 27 მუხლები. Иоанна 12, 23, 24. იესო მიუგო და უთხრა მა დადგა ჟამი რომ განდიდეს ძეკაცისა. Иисус же сказал им в ответ, пришел час прославиться Сыну Человеческому. და იესო ამ დროს ჯვარცმაზე ლაპარაკობს. А в это время Иисус говорит о распятии. ძვირფასებო დადგა ჟამი რომ განდიდეს ძეკაცისა. Наступило время прославиться Сыну მაგრამ Человеческому. მანამდე ლაპარაკი იყო და უნდადათო მისი ჩაქოლვაო და ხელი ვერავინ დაადო, რადგან მისი ჟამი ჯერ არ იყო ამოსული. А до этого говорилось, что хотели его побить камнями, но никто не смог прикоснуться, ибо время его იესომ еще не იცოდა და настало. წეგან ირაც ამბობდა, აბა ის წინასწარმეტყველებები რომ მითხრეს ჯერ ესე იგი სიკვდილის ჟამი არ იყო მის ცხოვრებაში. Иисус знал, и Ира до этого сказала, а те пророчества, которые были, они еще не исполнились, значит, еще не время перехода. იცით ძვირფასებო, როდესაც გააქვს სიტყვა ღმერთისაგან და ჯერ ის არ აღსრულებულა, იცოდე სანამ არ აღსრულდება, შენ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. Когда у тебя есть слово от Господа, оно еще не исполнилось, оно не исполнилось еще, знай, что в твоей жизни опасность не მაგრამ აი угрожает. ახლა იესოს ცხოვრებაში ეს ჟამი დადგა. Но сейчас в жизни Иисуса наступило это время. და 27 მუხლში ამბობს და ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან? მაგრამ ამ ჟამისთვის მოვედიო, ამ ჟამს. 27 стих, душа моя теперь возмутилась. И что мне сказать? Отче, избавь меня от часа сего. Но на сей час я и пришел. ამ ჟამისთვის მოვედი. Но на сей час я и пришел. თელი ჩემი მისია სწორედ ამ ჟამში გავლა არის. Вся моя миссия пройти через этот час. ამ ჟამმა უნდა მოიტანოს კაცობრიობის დახსნა. И это время, этот час должны принести спасение და რა человечеству. ვთქვა, ღმერთო ამარიდე? И что мне сказать, Боже, избавь меня? მას როცა ეშმაკი ცდიდა, მაშინვე შეეძლო ძვირფასებო თაყვანი ეცა ეშმაკის და ამ ჟამს აცილებოდა. При искушении от сатаны он тогда же мог поклониться дьяволу, и тогда бы он бы, его чаша это миновала бы. და მიუხედავად იმისა, რომ იესო მესიცოდა, ნახეთ მარკოზის 4:35 ამბობს. Но несмотря на то, что Иисус это знал, смотрите, Марк 14:35 говорит. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ კი შესაძლებელი იყო, ასწდენოდაო ეს ჟამიო. И отойдя немного пал на землю и начал молился, чтобы, если возможно, миновал его час сей. თვით იესომ იცოდა, რომ ამ ჟამისთვის მოვიდა და თავადვე მაინც გადის სალოცავად და მამას ეუბნება, მამა იყო შენი ნება, მაგრამ თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს ჟამი. Сам Иисус знает, что пришел на сей час, но все равно идет и молится, и говорит, если возможно, доминует меня сей час. ძვირფასებო, თხოვე ღმერთს, რომ თუ შესაძლებელია, მან აგარიდოს ეს ჟამი. Дорогие, просите, если возможно, доминует вас это время, этот час. გახსოვთ იესო მათეს 24 თავში ამბობს და უკანასკნელ დღეებში იქნება ძელენბერდობის ჟამი და ილოცეთ, რომ ეს არ მოხდესო ზამთარში. Помните, когда в Матфея Иисус говорит, что будут вот эти времена скорби, но вы можете молиться, чтобы сие не случилось во время зимы. თუ არის შესაძლებელი, ღმერთ შეუძლია აგარიდოს, მაგრამ თუ არ არის შესაძლებელი, И если возможно, Бог может тебя оградить, но если это уже нет, მაშინ невозможно, მოემზადე, რომ გაიარო ეს განსასწრებელი. тогда подготовься пройти через эти испытания. რა მოხდება ბოლო დროს, გამოცხადების წიგნი აქტუალური გახდა, ეხლა ბოლო ჟამში ვართ, 666-ები უნდა დააბეჭდონ ხალხს შუბზე. Что будет в последние времена, и книга Откровения столь актуальна, и заговорили о том, что это 666, и будут печатать на лбах.
წმინდა წერილი გვეუბნება, მაგრამ არის შემკავებელი და ვიდრე შემკავებელი გაყვანილი არ იქნება წრიდან, მანამდე არაფერი ეს ეშმაკი არ გამოჩნდება. Но Священное Писание говорит, что есть удерживающий теперь, да коли удерживающий не будет выведен, это не станет რა არის ეს возможным. შემკავებელი? წმინდა წერილი პირდაპირ სამწუხაროდ არ გვეუბნება. Кто или что есть этот удерживающий, мы не можем прямо сказать. და ჩვენ ვინტერპრეტირებთ და ვამბობთ, რომ ეს ეკლესია შემკავებელი. Да, мы говорим, что это церковь удерживающая теперь. მაგრამ არიან მოწინააღმდეგენი, რომლებიც ამობენ, არა, მორწმუნეებს მოუწევთ ამ 7 წლიანი პერიოდის გავლა. Но есть те, которые противники, которые говорят, нет, церковь пройдет этот 7-летний период. რომელი სწავლებაა, sorry. И каково учение же правее? მე ასე ვამბობ ხოლმე ყოველთვის. Я обычно всегда так говорю. მე მჯერა რომ ატაცება იქნება მანამდე. И я верю, что восхищение церкви будет до. მაგრამ რომ ვცდებოდე, Но даже если я буду ошибаться, თუ ვერ ავწდები ამ 7 წლიან პერიოდს, ხო მაინც ვერ ავწდები. и если я не смогу избежать этого 7-летнего периода, все равно же не смогу избежать. მაგრამ თუ ატაცება мანამდე იქნება, И если будет восхищение до этого, აი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვი. этот шанс я не должен выпустить из рук. ამიტომ შენ არ იცი როდის იქნება შენი მოწოდება მუდამ ფხიზლად იყო. Поэтому ты не знаешь, когда это будет, и призыв к тебе всегда бодрствовать. ამიტომაც იესოც ამბობს, იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელებში. И потому Иисус говорит, бодрствуйте и молитесь, чтобы не впасть в искушение. ნახეთ, თურმე საჭირო არის ძვირფასებო ლოცვაც ნებისმიერ მდგომარეობაში რა გამოწვევაში არ უნდა იყო და მუდამ უნდა იფხიზლო ამ ყოველივეში. Оказывается, в любом состоянии, при каких бы вызовах ты не был, при чем бы ты ни стоял, нужна молитва и постоянное бодрствование. მეორე კორინთელთა 6:2. 2 Коринфянам 6:2. ვინაიდან ამბობს შესაფერის დროს გიპასუხე და ხსნის დღე შეგეწიე. აჰა, ახლა შესაფერისი ჟამი. ახლა ხსნის დღე. Ибо сказано во время благоприятное я услышал тебя, и в день спасения помог тебе. Вот теперь время благоприятное, вот теперь день спасения. შესაფერის დროს გიპასუხე. Во время соответственное, во время благоприятное я ответил ქართველებს тебе. ძალიან გვიყვას ერთი გამოთქმა, როდის? Мы, грузины, любим это высказывание. როდის? Когда? როდის გვეშველება? Когда же придет помощь? ღმერთის პასუხია, შესაფერის დროს. А Божий ответ во время благоприятное, в შესაფერის соответственное время, в დროს. соответственное время. ღმერთი გამზადებს ძვირფასებო ამზადეს გარემოს შესაფერის დროს, როცა მან უნდა გიპასუხოს. И Бог готовит все эти обстоятельства, эту обстановку этого времени, когда Он Да, должен роца гипасухес. тебе ответить. И когда Он тебе ответит, და აჰა, ახლა შესაფერის ჟამი, ახლა ხსნის დღე. и вот теперь время благоприятное, вот теперь день спасения. ამენ. Аминь. ასე რომ ძვირფასებო როცა განსასწრებს გადიხარ, Поэтому, дорогие, проходя испытания, ყოველთვის გჯეროდეს რომ უფალს აქვს პასუხი. всегда веруйте, что у Господа უფალში есть ყოველთვის არის ответ. გამოსავალი. Что в Господе всегда есть выход. წეგან შესავალში მოვისმინეთ ამის შესახებ И დამოწმება. до этого вначале мы услышали свидетельство об этом. ამენ. Аминь. მესამე, ეს არის Третье. გამოწვევების ჟამი, სიახლის ჟამი შესცხოვრებაში. Это время чего-то нового и время вызова в твоей жизни. მანდამაინც განსასწრებში უნდა იყო, მანდამაინც ცოდვაში უნდა იყო. ხო შეიძლება რაღაცა სიახლის ჟამი დგება შესცხოვრებაში. Что при испытаниях это именно грех? Нет, может же быть что-то новое. Время нового. იცით, ზოგჯერ არის ძვირფასებო რომ ადამიანები გეუბნებიან თუ გინდა რომ რაღაცა ახალ დონეზე გადაინაცვლო, ძველი კომფორტული ზონა უნდა დატოვო და გამოწვევებში გადახვიდე. Порой люди говорят, если ты хочешь подняться на новый уровень, оставь зону старого комфорта, и нужно столкнуться с новыми вызовами. ერთი ამბობდა, კი, მაგრამ ეს კომფორტი რა არის, არასოდეს მიგზნიაო და რა გადავტოვო, კი, მაგრამ Этот комфорт вообще, один так ответил, это комфорт, что такое, я не знаю, что ж мне оставлять? ქართული გამონათქვამი ხო გახსოვთ? ვაის გავეყარე, ვი შევეყარეო. ანუ ზოგჯერ შეჩვეულ ჭირს, შეუჩვეულ ჭირს, შეჩვეული ჭირი ჯობია. Твой убежал, другой похоже попал. То есть бывает иногда выбираешь из двух бед, какое лучше. შეჩვეული ჭირი რა არის? И то привыкшее, к чему уже привык, к этому, Комфорт. к этой беде, то уже как бы იმ оно ჭირში привычное. ეხლა კიდე გამოცვალ, ეხლა კიდე ისევე Сейчас სიყოს давай, ჯობია. меняй, еще что какие-то новые вызовы туда-сюда. Не, лучше вот это იმიტომ старое. რომ მოერგე უკვე. Почему? Потому что приспособился. უკვე ამ ვაიში როგორი მოძრა, უკვე იცი. Ты уже знаешь как. ყველა მუღამები Ты იცი. уже все эти методы მაგრამ знаешь. იმ ვუიში როგორი ცხოვრო არ А в той იცი. вуй, как же ты не знаешь? არა ძვირფასებო, მანდამაინც ვაი და ვუით ნუ Поэтому იაზრუნე. не будем мыслить так, вай, вуй. ზოგჯერ Ой, გამოწვევა რომ ოხ, იქნება, ახ. მერც უნდა რომ
გაგაფართოვოს. И порой эти вызовы, они приходят, чтобы тебя распространить. იქნებ Бог хочет тебя ოჯახი распространить. დაგეზარდა და შეიძლება სახლის გამოცვლა გიწევს. И, может быть, тебе придется при каких-то ситуациях რაღაცა дом სიახლის менять. ჟამი მოვიდა შენ Что-то новое ცხოვრებაში. пришло в твою жизнь. რაღაცა ახალ დონეზე უნდა გადავიდეს შენი ბიზნესი, ან Твой შენი бизнес თანამდებობა. или твоя должность на новый уровень должны выйти. ესეც სტრესთან არის Да, დაკავშირებული. это тоже стрессово. გამოწვევა ნეტა ასეთი სტრესი მქონდესო სულო, ხო? Это вызов, да, если такой стресс всегда. იცი ასეთი სტრესი ქონდა ერთ პიროვნებას ბიბლიაში. Но такой стресс переживал один человек в Библии. პირველი ნეშტა წიგნი მეოთხე თავი. 1 Паралипоменон, 4 глава. 9 და 10 მუხლები. 9 и 10 стихи. პატივდებული იყო იაყბეცი თავის ძმებზე მეტად. დედამისმა იაყბეცი დაარქვა, რადგან ამბობდა, ტკივილებში გავაჩინეო იგი. და მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს, ნეტა კურთხევით მაკურთხებდე და საზღვარს განმივცობდე. შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და დამიცავდე ბოროტებისაგან, რომ არ გავიტანჯო. და მისცა ღმერთმა, რაც სთხოვაო. Иовис был знаменитей своих братьев. Мать дала ему имя Иовис, сказав, я родила его с болезнью. И возвал Иовис к Богу Израилеву и сказал, о, если бы ты благословил меня твоим благословением, распространил пределы мои, рука твоя была со мною, охраняя меня от зла, чтобы я не горевал, и Бог не спаслал ему, чего он просил. ისე დედამისმა მაგარი სახელი დაარქვა თავის შვილს. Вообще, мама, конечно, крутое имя дала როგორ сыну. უნდა გაამწარო მშობელი მშობიარობის ჟამს, რომ შვილს ტანჯულა დაარქვა. Это до чего же нужно довести маму при родах, чтобы мама назвала тебя страдальцем? წარმოგიდგენთ ბაღში რომ მიდის ბავშვი და ტანჯულა მოვიდა. Представляешь, детский сад приходит, о, страдалец пришел. სკოლაში მივიდა ბავშვი და 11 წელი ტანჯულას ეძახია თუ 12 В წელია школу пришел, სკოლა. там 11-12 лет, страдальчиком называют. ინსტიტუტში ტანჯულას И в ეძახია. институте также. სამსახურში ტანჯულას И на ეძახია. работе также его называют. ამოუვიდა И это уже ღერში. достало, да. ღმერთო, იქნებ მაკურთხებდე. Боже, может, ты საზღვრებს благословишь меня? Может быть, გამიფართოვებდე. ты мои пределы распространишь? ბოროტებისგან დამიცავდე. Может быть, ты от зла меня შენი сохранишь? ხელი იყოს ჩემთან. Может быть, пусть твоя рука будет со мной? უსმინაო ღმერთმა და მისცა ის რაც ითხოვა Бог услышал и послал то, что და просил. ამიტომაც წერია თავის ძმებზე მეტად პატივებული იყო ეს ტანჯულა. И потому написано, что этот горющих был страдальчик, и кто там еще, был почетнее всех своих. რაშიც იტანჯები? რაშიც იტანჯები? То, в чем ты страдаешь, რაშიც იაყბეცი ხარ? и то, в чем ты Иовис, ღმერთს უნდა რომ გამარჯვებული გამოხვიდე და ახალი სეზონში хочет, чтобы ты შეაბიჯო. вышел победителем и вошел в новый сезон. რაღაცა სხვა სეზონი მოვიდა შეცხოვრებაში. Какой-то другой сезон пришел в твою იცით жизнь. მე ბევრჯერ მომიყვანია ეს მაგალითი და ამას წირევზე შესაწირავზეც გიხსნიდით. И я много раз приводил этот пример и объяснял вам это и во время ზოგჯერ ჩვენ пожертвования. გამოვდივართ ძვიფასებო და თესავთ. Порой мы выходим и мы сеем. და როცა დავთესეთ ეს თესლი, И когда это семя мы посеяли, არც ერთი ფერმერი არ გადის მეორე დღეს ძვიფასებო. ни один фермер не выходит на следующий день და არ ელოდება, აბა ამოვიდა თუ არა ნაყოფი. и не ждет, а ну-ка плод вышел, не вышел. და ზეგ არ ელოდება უკვე И მოსავალს. прям вот стоит над этим и прям მან сразу же ждет იცის რომ урожая. დათესა. Он знает, что он посеял. იცით, ჯერ თესლმა აი ამ დაფარულში უნდა იმუშაოს. И это семя в тайне, оно должно და работать. იცით რა არის თესლის პირველი დანიშნულება? И ты знаешь, что есть первое предназначение семени? ის ჯერ ღეროს არ ზდის Пока еще ძვირფასებო. этот росток, оно растит. არამედ პირველი რასაც აკეთებს, И первое, что делает, თითქოს მისამართი შეეშალაო. как будто бы адрес ბიჭო, ქვევით იზრდება. нарушился. ჯერ ფესვებს Оно, დის. оказывается, не ჯერ вверх растет, მოჭიდებას დის. не росток дает, ჯერ а корень საკვებს пускает. ეძებს. Оно сначала ჯერ ищет წყალს ეძებს. укоренение, ჯერ ищет ასე თქვა воду, გაფართოებას ეძებს, რომ კარგად მოეჭიდოს. что распространится эту влагу, ищет. შენი შესაწირავი ჯერ ფესვებს უშვებს. И так твои пожертвования сначала пускают მაგრამ корни. დადგება ჟამი. Но наступит время, რომ შენ რომ გონია რომ ეხლა ისეთი სეზონი მაქვს რომ ვეძებ და თითქოს ღმერთი არ ჩარჩევ ცხოვრებაში. что когда ты думаешь, что такой сезон, что я ищу Бога, и как будто его нет, ამასირებზე არ ვიტყვი სახელ და გვარს, ერთ საოჯახო კრებაზე ვარ. до этого не скажу имя, фамилию, я в одной домашней группе, და ჩვენი ძმა ამბობს, არც ტელევიზორი მაქვს და არც ინტერნეტი. и мой один брат говорит, ни телевизора, ни интернета. ხამის 4 საათამდე ბიბლიას ვკითხულობდი. И я читал, когда так было, Библию до 4 часов ночи. ლამი შემშურდა.
Я чуть не позавидовал. მეთქი ყველაზე მაგარი სეზონი დგას შენ И ცხოვრებაში. я говорю, слушай, самый сильный сезон в твоей жизни сейчас. იმიტომ რომ ეს არის უფლის ძიების ჟამი. Потому что это время искать Бога. რომ შეგიძლია ფესვი ძალიან ღრმად გაიდგა Когда ты უფალში. можешь глубоко укореняться в Боге. ჩაეჭიდო ღმერთის სიტყვას. Когда ты можешь ухватиться за Божье სეზონი Слово. დგას ეხლა ისეთი შეცხოვრებაში რომ შენ ფესვებს უშვებ. Такой сезон в твоей жизни, что ты корни მაგრამ пускаешь. დადგება დრო. Но наступит время. იცით, ბამბუქზე არის ნათქვამი, რომ დარგავ დათესავ. Знаешь, о бамбуке сказано, что когда посеешь, 5-6 წელი საერთოდ თავს არ ყოფს. 5-6 лет его не видно. და გონია რომ გახმა ალბათ მოკვდა. Ты думаешь, все, умер, засох. увял. მაგრამ დგება ერთ დღეს ჟამი Но в один день наступает время, და დღეში 1 მეტრას იზრდება. и за день метр вырастает. დღეში გაიხედავ ერთ დღეს 2 მეტრა. А уже на второй день 2 მესამე метра. დღეს 3 მეტრა. А на третий день 3 მაგრამ метра. მანამდე 6 წელი ბაიბური არ чанს. А до этого 6 лет не видно Арапели его არ нигде. ჩანს. Его ничего нет. ძვირფასებო ზოგჯერ ესეთი სეზონიც არის ჩვენ И, ცხოვრებაში. дорогие, порой бывает такой сезон в нашей რომ жизни. თითქოს სულიერში, უხილავში იძირები და ზევით არაფერი არ ჩანს. Ты просто тонешь в этом духовном невидимом, а в видимом ничего не видно. დავითის ცხოვრება Погружаешься. არსად არ ჩანდა, რომ ლომებს და დათვებს ებრძოდა. Жизнь Давида нигде не была видна, когда он сражался с медведями, львами. მაგრამ ერთხელ გაიბრძოლა. Но однажды он сразился. და ცოტა ხნის მერე იძახიან საულმა 1000 მოკლა, დავითმა კი 10000. И через какое-то время кричали: Саул убил 1000, а ერთ Давид დღეში 10 მისი 000. ცხოვრება В შეიცვალა. один день его жизнь изменилась. ასე რომ არ აქვს ვიფასებო მნიშვნელობა რა ჟამში და რა გამოწვევებში Так что не ცხოვრობ. имеет значения, дорогие, в какие времена и сезоны ყველა ты, при каких ჟამს вызовах. უნდა ილოცო. Во всякое время должен молиться. და ორი პუნქტი დაგვრჩა. И осталось 2 пункта. მზად ხართ? Готовы? ყველაზე მაგარი პუნქტები ბოლოში შევინახე. Я самые крутые пункты под конец сохранил. ბოლო მეოთხე არის წარმატების ჟამი. 4 это время успеха. წარმატების ჟამი. Это время успеха. როცა შეცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის. Когда все хорошо в твоей жизни. ნახეთ რა გამოწკიპინებული ბიჭი არის. Ох, какой же крутой мальчик. მოგზაური, Rolls-Royce, თვითმფრინავი. Все у него. მაგარი авто и бизнесменია. самолеты, крутой მის бизнесмен. ცხოვრებაში ყველაფერი И ჩიკი-პიკი всё в его არის. жизни чики-пики, все ყველაფერი კარგად არის. Все хорошо. ამ დროს რა ხდება? И что происходит в это время? ის რაც დაწერილია მეორე ჯულის წიგნში. То, что написано во Второзаконии. მერვე თავის 7-დან 18 მუხლების ჩათვლით. В 8 главе, 7 по 18 მაგრამ стих. მე ზოგიერთ ნაწილს წავიკითხავ. Но я прочитаю какую-то часть. როცა შეჭამდა გაცხები, აიშენებ შვენიერ სახლებს და იცხოვრებ მათში. როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, ბიტკოინი, ფულები და ასე შემდეგ. ყოველივე გაგიმრავლდება, ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყე ფუფალს შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. რომელმაც გამოგატარა დიცსა და საშინელ უდაბნოში, ცეცხლოვან გვერებსა და მორიელებში, გვალვებსა და უწყლოობაში და სანიქტიდან გადმოგიფრთხიფა წყალი. ყვებავდა უდაბნოში მანით, რომელსაც არ იცნობდა შენი მამები, რომ თავდაბლობა ესწავლებინა შენთვის და გამოეცადე, რათა ბოლოს სასიკეთოდ მოგწეოდა. თუ რა არ გეთქვა შენს გულში, ჩემმა ძალამ და ჩემმა კლავიძლიერებამ მომიტანაო ეს ქონება. უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას, სიმდიდრე შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰფიცაო შენს მამებს. Когда ты будешь сильно насыщаться, построишь хорошие дома и будешь жить в них, и будет у тебя всего много, и денег, и биткоинов, и скота, и всего у тебя будет много, тогда береги, чтобы ты не забыл Господа Бога твоего и не надмило сердце твое. Бога, который провел тебя через страшную пустыню, и который питал тебя, чтобы смирить и испытать тебя, чтобы впоследствии сделать тебе добро, и чтобы ты не сказал: моя сила и крепость руки моей приобрели мне богатство сие. რატომ არის ეს ყველაზე საშიში მდგომარეობა? Почему это самое опасное состояние? როცა გვიჭირს ძვირფასებო, მაშინ შველის თხოვნა იოლია. Когда мы нуждаемся, нам легко просить помощи. იცი, როდესაც არ ვიცი, საჭმის პული არ გაქვს, იცი, რომ შეიძლება ითხოვო, ისესხო, ილოცო, ევედრო უფალს. Когда нет у тебя денег на еду, ты знаешь, что ты можешь молить Бога, можешь у кого-то взять долг, попросить. მაგრამ როცა საშუალება გაქვს, Но когда у тебя есть возможность, ადგები მიდიხარ მაღაზიაში ყიდულობს. что ты встаешь и идешь покупаешь в магазине. ლოცვა არ გჭირდება. Тебе молиться-то не нужно. ვიღაცა ერთი პურის გამო ლოცულობს, მაგრამ შენ ლოცვა არ გჭირდება, რომ წახვიდე და პური იყიდო. Кто-то за один хлеб молится, буханку хлеба, а тебе не нужно, ты пойдешь и купишь. ვიღაცა შეიძლება წლები ლოცულობს, რომ მანქანა იყიდოს. Кто-то, может быть, годы молится за этот автомобиль, მაგრამ შენ შეიძლება წახვიდე და
უბრალოდ გამოიწერო და ჩამოგივა. А ты пойдешь там, выпишешь, Постик. привезут. ანუ ძვირფასებო ზოგჯერ როცა სიმდიდრე არის, ქონება არის, წარმატება არის, აღარ საჭიროებთ ღმერთს, ანუ აღარ საჭიროებთ ლოცვას. Порой, когда есть успех, есть имущество, есть это богатство, нет нужды в Боге, нет პავლე нужды в მოციქული молитве. აფრთხილებს ტიმოთეს მიმართ წელში ეუბნება, ხოლო მდიდრებს ამცნე. Апостол Павел предупреждает Тимофея, говорит, о богатым возвещай. არ დაიმედენ თავიანთ ქონებაზე და არ მიენდონ მასტურ სიმდიდრეს, არამედ იმედი დადონ ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყოველივეს უხვად გვაძლევსო დასატკბობათო. Не надейся на свое богатство, надейся на Бога, который все во всем дает для наслаждения в избытке и не предаваться обольстительным похотям. ძვირფასებო ღმერთი მაკურთხებელი ღმერთი არის. Дорогие, Бог благословите. რამდენი ადამიანი ყოფილა გადახედეთ უკრაინაში ომს ძვირფასებო მილიონერები ერთ დროს გამხდარან ზერო. Но смотрите, сколько людей в жизни, даже если в Украине во время войны миллионеры, которые становятся გარანტირებული нулем, მიწაზე არაფერი არ არის. все стерто с землей, нет ничего. ვერ გამოდგება სიმდიდრე შენ საყრდენად. И богатство не может быть опорой. მაგრამ ერთადერთი უტყუარი საყრდენი ცოცხალი ღმერთი არის. Но одна надежная опора – это живой ამიტომ Бог. არ აქვს მნიშვნელობა სიუხვეში ვარ, კურთხევაში ვარ, ვალები არ მაქვს, შემოსავალიც კარგი მაქვს. აღარ გჭირდება თითქოს ღმერთი, აღარ გჭირდება დილით ადრე ადგომა სალოცავად. არა და აქამდე დგებოდი. И поэтому в изобилии, благословении все есть. И теперь как бы Бог не нужен, молиться не нужно. А до этого-то молился. იცი ძვირფასებო, კითხვა მინდა დავსვა და უბრალოდ განვავითაროთ ეს აზრი, უბრალოდ დავფიქრდეთ ჩვენს თავთან. Но я хочу задать вопрос, развить эту мысль, чтобы мы сами задумались. ჩვენი ლოცვითი ცხოვრება როგორი არის ხოლმე? Какая наша молитвенная მოდი жизнь? გულწრფელები ვიყოთ. А давайте будем искренними. პირველი პუნქტი, მეორე პუნქტი, მესამე პუნქტი. Первый пункт, второй и третий. პირველი, უნდა მივიდეთ ღმერთთან ქებადიდებით. Первое. С хвалой и Ღმერთს поклонением приходим к თავი Богу. უნდა მოუქონოთ როგორღაც მოვთაფოთ. Мы вот как-то Бога должны на свою Ხოტბა, сторону დიდება склонить, მივაყაროთ. одобрить. Давайте Ему славу ერთი სული გვაქვს набросаем. როგორ მოვრჩებით აი ამ ქებადიდებას და მე პირველი პუნქტი, მეორე საჭიროება, მესამე საჭიროება, მეოთხე და ჩამოუყვებით სიას. И тут лишь бы уже с этим закончить прославлением и хвалой. И пошли первый, второй, третий, четвертый, все нужды. მარტო მე ვარ ასე. Ну ту. ანუ Только я так. გვაქვს თუ არა ისეთი ლოცვითი ცხოვრება, Есть у нас такая молитвенная жизнь, სადაც მარტო ღმერთს ელაპარაკები სათხოვრების გარეშე. где ты только говоришь с Богом без всяких нужд. სადაც უბრალოდ მიდიხარ და თაყვანს. Ты просто идешь и поклоняешься. აქებ და ადიდებ. Ты просто хвалишь, славишь. უბრალოდ ემადლიერები. Ты просто благодаришь. და არ ფიქრობ, როდის მიხვალ ეხლა სათხოვრებამდე. И ты не думаешь, когда же я до этой нужды доберусь, ხო просьба. შეგვიძლია აი ასეთი ურთიერთობა ავაწყოთ ღმერთთან? Если мы можем такие взаимоотношения наладить с მაშინ Богом, აღარ ექნება მნიშვნელობა ძვირფასებო სიმდიდრეში ხარ თუ სიღარიბეში тогда не ხარ. имеет значения. პავლე ამბობს, ვისწავლეს სიუხვეში ცხოვრება, ვისწავლეს სიღარიბეში ცხოვრება. Ты в богатстве или в бедности, апостол Павел говорит, я научился жить и в богатстве, и в скудости. ჩემი გამაძლიერებელი უფლის მიერ. Как? Господом укрепляющим. არა აქვს მნიშვნელობა სიუხვეში ვცხოვრობ თუ სიღარიბეში, მე ვსწავლობ უფალთან ერთად ცხოვრებას. Не имеет значения, я в изобилии и в скудости, или я учусь ნეტავ жить с დიდარი ვიყო და Господом. რა უნდა სიმდიდრეში ცხოვრებას. А только бы быть богатым, чего там учиться? კი, жить в როცა არ აქვს богатстве. იოლია სათქმელად. Ну, когда не имеешь, это все легко მაგრამ говорить. შენ არ იცი მდიდარ ადამიანს რამდენი შემაწუხებელი ყავს. Но ты не знаешь, сколько беспокойства у богатого человека. შენ არ იცი, როცა პატარა მანქანას მართავ, შენ იცი პატარა მანქანა როგორ მართავ. А когда ты управляешь маленьким автомобилем, ты знаешь, как его вести მაგრამ этот თუ автомобиль. დიდ ტრაილერზე А გადაგსვავენ, если за большой трейлер დამიჯერე, тебя посадят? მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ტრიალი იცი, გაგიჭირდება იმ манქანის გატარება. Поверь мне, даже несмотря на то, что там руль как-то крутить можешь, тебе станет сложно вести. этот ძვირფასებო, трейлер. რაღაცა გარკვეულ ფინანსებს მართავ და თუ დიდი ფინანსები არ ქონია ხელში, ნუ იტყვი, რა უნდა დიდი финансების მართვა. Если ты никогда не владел большими финансами, не говори, а что там именно ими владетели რაც управлять? მეტი მოგანდო ღმერთმა, მეტიც მოგითხოვება. Чем больше доверено, тем больше требуется. ასე რომ რაც არ გაგიცდია, მოდი ჯერ იმაზე წინასწარ, ნუ რაფეს, ნუ დაიტრაბახე. Поэтому, чего не испытывал, не хвались прежде. და ბოლო პუნქტი. И последний пункт. აბა ერთი სურათი ვნახოთ. ბოლო მეხუთე პუნქტი. Пятый пункт. რა არის ეს? სიმშვიდის პერიოდი. Период покоя. როცა წარმატებულიც ხარ Ты и успешный, და
სიმშვიდე გაქვს. И у тебя покой, умиротворение. არც განსასწრებს არ გადიხარ. И испытаний никаких. ეკლესიას ეს წიგნში წავიკითხეთ ჩვენ მე-3 თავში რომ არის ომის ჟამი და არის მშვიდობის В ჟამი. Екклесиаста 3 главе мы прочитали, есть время войны, а есть время мира. მოდი ვნახოთ მეორე ნეშთა წიგნი მე-14 თავის პირველიდან 6 მუხლების ჩათვლით. Второй Паралипоменон, 14 глава, первые 6 стихов. განისვენა აბიამ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი ასა მისი ძე გამეფთა. 10 წლით მოასვენა ქვეყანამ მის დღეებში. მოისვენა. კეთილად და სიმართლით იქცეოდა ასა უფლის თავისი ღმერთის თვალში. მოშალა უცხო სამსხვერპლონი და მაღლობები და აჩეხა ფინიკელთა ქალღმერთების აშერები. იუდეველებს უფლის თავიანთი მამების ღმერთის ძიება და რჯულისა და ცნებების შესრულება უბრძანა. გააუქმა იუდას ქალაქებში სამსხვერპლო მაღლობები და მზის სვეტები და მოისვენა სამეფო მისი მეფობის დროს. ააშენა გამაგრებული ქალაქები იუდაში, რადგან დამშვიდ და ქვეყანა და ომები არ ქონია იმ წლებში, რადგან უფალმა მოასვენაო იგი. И почил Авия, и воцарился вместо него Аса. В дни его покоилась земля 10 лет. Аса делал доброе и угодное в очах Господа. Он отменил жертвенники, разбил статуи, вырубил посвященные дерева. И повелел изыскать иудеям Господа, отменил во всех городах высоты и статуи солнца, и спокойно было при нем царство, и построил он укрепленные города, и не было у него войны в те годы, так как Господь дал покой ему. ძვირფასებო. ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როცა ადამიანი დაანგრევს ძველ წარმართულ კეფთაყვანისმცემლობის რაღაცებს. Очень хороший пример того, когда человек разбивает, разрушает какое-то языческое идолопоклонство, და все эти ღმერთის вещи, ჯულს დაუბრუნდება. и он возвращается в Божье. და ბიბლია გვეუბნება და ღმერთმა მოასვენა მტრებისაგან და მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში. И Библия говорит, что Бог успокоил от врагов, и покой воцарился на земле. იცი ჩვენ ცხოვრებაში როცა ღმერთი რაღაც აი წარმართულ სამსხვერპლოებს, რაღაც კერპებს, რაღაც სურვილებს მოგვაცილებს. И когда Бог так делает, что всякие вот эти языческие статуи, Да, все დაუბრუნდებით вещи ხოლმე удаляются, ღმერთს. и мы возвращаемся к Богу, განახლების დღეები იდგება ჩვენ и ცხოვრებაში. наступают дни обновления в და нашей жизни, მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს и ოჯახებში. покой начинает царить в наших семьях. და აი ამ დროს პავლე მოციქული ამბობს 1 კორინთელთა მე-10 თავში. И в это время апостол Павел говорит в первом послании к Коринфянам в 10 главе. იფხიზლეთ. Бодрствуйте, რამე თუ ვინც ფიქრობს რომ დგას, ибо кто думает, что стоит, რომ არ წაიქცეს. бойся, чтобы не упасть. აი ზუსტად იმ დროს ვიფასებო, როცა სიმშვიდე არის. И именно во время покоя, იმ დროს, როცა ჰამაკში წამოწოლილი ვართ, когда мы в этом гамаке, როცა მშვიდათა ვართ, когда мы так столь არაფერი არ спокойны, გვანაღლებს. и ничего нас не თითქოს беспокоит. ღმერთი გვასვენებს. И как бы сам Бог дает нам მოსვენება ცუდი успокоение. არ არის. И это неплохо успокоение. შავეთის ველზეც რომ ვიარო. Даже если пойду რა долина тени მოხდებაო? смерти, что произойдет? ხასხასა молზე დამასვენებს ღმერთი. Бог успокоит меня на злачных და ჩემი пашицах. მტრების თვალწინ ტაბლას გააწყობს, ანუ სუფრას გააწყობს და შენ გაქეიფებს. И в глазах врагов, пред глазами врагов моих накроет трапезу и будет даст мне Ვის пировать, თვალწინო? торжествовать. ვის თვალწინო? Пред чьими глазами? ვის თვალწინ? ტრების თვალწინ. Пред глазами რომ врагов. ისვენებ молზე. Что ты успокоен Чем на этой შვიდათა пажице, ხარ. ты спокоен. იმიტომ რომ წემს იგიცავს. Потому что пастор твой მაგრამ ნუ და გავიწყდება. защищает тебя, но ты не რომ забывай, გლები что волки შორიდან გიყურებენ. со стороны наблюдают. როცა მშვიდათა ვართ ვიფასებო. Когда мы спокойны, და вფიქრობთ, наблюдаем, ეხლა ლოცვა საჭირო აღარ и мы არის. думаем, о, нет, сейчас ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი დაწნარდა. все успокоилось, ყველაფერი იდეალურად все არის. идеально. თითქოს ღმერთი აღარ И как бы გჭირდება. Бог тебе уже не არ нужен, დაგავისოს რომ გლები ისევ а ты გიყურებენ. не забывай, волки все еще როცა ჯეჯილი დაითესა, смотрят, следят. როცა ჯეჯილი Эта დაითესა пшеница была посеяна, და გადმოხედეს и ანგელოზებმა ангелы посмотрели, და რა დაინახეს? и что они увидели? რა მოვიდაო? Что пришло, вместе выросло, რა მოვიდაო? что там повырастало? ხვარწლი ამოვიდა. Плевелы. როდის ამოვიდაო? კი, მაგრამ გაოცებულები ამობენ. Они удивлены, когда это случилось, მაშინ, როცა მათ ეძინა. когда спали те. როცა სიმშვიდის ხანა არის, И когда такая როცა შენ период მოსვენებული ხარ, спокойствия, покоя, ეშმაკი არისვენებს. дьявол же ეშმაკი სადღაცა სტილობს, რომ ძირი გამოგითხაროს. Дьявол пытается где-то подкопать ის под ქურდი тебя. არის.
Он вор. და ქურდმა ძირი რომ არ გამოგითხაროთო, რა უნდა ქნათო? А чтобы вор не подкапывал, что нужно делать? იფხიზლეთო. Бодрствуйте. და ქურდს ნუ მისცემთ რომ თქვენ სახს ძირი И გამოაცალოს. не давайте место вору, чтобы როცა подкапывал. სიმშვიდის ჟამია Когда ძვირფასებო, период покоя, дорогие, ეს იმას არ ნიშნავს, это не значит того, რომ ლოცვა აღარ что не გჭირდება. нужна молитва. ეს იმას არ ნიშნავს, რომ Это не ღმერთი აღარ значит того, გჭირდება. что Бог тебе не როცა нужен. წარმატებული ხარ და კარგი ცხოვრები ცხოვრობ, ეს ნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი აღარ გჭირდება. Когда ты успешен, живешь хорошей жизнью, не значит, что Бог ნუ тебе იტყვი, не რომ нужен. ჩემმა კლავმა, ჩემმა ძალამ, ჩემმა სიბრძნემ მომაპოვებინა ეს Не ყოველივე. говори, что моя сила мудрости, крепость мышцы моей არ все это мне дала. დაგავიწყდეს, რომ ღმერთმა მოგცა ძალად, სიბრძნეც, კონტაქტებიც, კავშირებიც, ახლობლებიც, ყველაფერი ღმერთმა მოგცა. Не забывай, что все это, и контакты, и связи, и силу, и все ресурсы дал тебе Бог. ნუ იტყვიო, რომ რა გაქვს, რაც არ მიგიღია. Не говори, что имею, чего бы не получил. ყველაფერი რაც გაქვს ღმერთისაგან Все, გაქვს, что ты имеешь, ты получил от მოცემული. Бога. ამიტომ თუ დაიკვეხნი, უფლით დაიკვეხნი. А потому хвалящийся хвались თუ Господом. გამოწვევის წინაშე ხარ, Если ты перед вызовами, მიიღე ეს გამოწვევა. принимай эти вызовы, უფალთან ერთად გადაწყვეტე, Вместе с რა Господом. სიახლე მოვიდე შეცხოვრებაში. решай, какая новизна придет в твою жизнь. Თუ ბრძოლის Новое ველზე что? ხარ, Когда ты на поле битвы, როცა იესონავეზე გავიდა საბრძოლელად, когда Иисус Навин вышел в сражение, მოსეს ხელები ქონდა აწეული. руки Моисея были подняты. ხოლე ვინ იყო? აარონი. А და кто ორს поддерживали? Ор и Арон. ის ხელები ეჭირათ. Поддерживали эти руки. ლოცვაში ეჭირათ. В молитве держали их. ვიღაცა იბრძვის ბრძოლის ველზე. Кто-то сражается на поле ვიღაც კი битвы, ლოცულობს а მისთვის. кто-то молится за него. ჯიფასებო, არ აქვს მნიშვნელობა რა ჟამში ხარ, დამსხვრეული ხარ, ბრძოლის ველზე ხარ, გამოწვევის წინაშე ხარ, სიმდიდრეს თუ სიმშვიდეში. შენ ყველა ჟამს, პავლე მოციქული ამბობს, ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს. Не имеет значения, в каком ты периоде и сезоне, в периоде покоя, в периоде успеха, или в периоде битвы, или в периоде сокрушения. Апостол Павел говорит, во всякое время молитесь. აი ამიტომ დავარქვი ამ თემას. Потому я и Сатаурат. назвал эту тему ლოცვით მართული ცხოვრება. «Жизнь, руководимая молитвой». შენ მომართე, შენი ცხოვრება. Чтобы ты вот так управлял ღმერთთან жизнью ერთად. вместе с Богом. არ აქვს მნიშვნელობა რა სეზონში И ხარ. неважно, в каком ты сезоне, არ აქვს მნიშვნელობა რა ჟამში ხარ. не имеет значения, თუ какие это გასავლელი времена, ხარ, если გამარჯვებით нужно გაიარე. пройти, победоносно пройти, თუ არა და შენ ხარ ის აი, ეს ადამიანი, нет, ვინც ეს სეზონი უნდა то შეცვალოს. ты тот человек, который должен менять ან этот сезон. სეზონი შეცვალე, Или меняй сезон, ან სეზონში გამარჯვებულად или გაიარე. победоносно пройти через და сезон. ყველას этот. ვისაც შეგეხოთ დღეს ეს И все, სიტყვა. кого коснулось сегодня это слово, შეგიძლიათ вы გაბედულად თქვათ. можете сказать смело. ამენ. Аминь. ჰალელუია. Аллилуйя. მოდით წამოვდგეთ Давайте უფასებო. встанем, дорогие.